მოგესალმებით. კონსერვატიული პლატფორმა Georgia First-ი გთავაზობთ გადაცემას Millennials. მე კი ნუგრიშო შეშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უკვე როგორც საერთაშორისო ურთიერთობაზე, ისე ვისაუბრებთ უკვე ახალ თაობაზე, რომელიც მოდის ჩვენ პოლიტიკურ ველზე. ახალი პოლიტიკური ძალები ბუნებრივად მოდიან, ახალი პოლიტიკური სახეები ბუნებრივად მოდიან და ერთ-ერთი მათგანი არის ჩვენი სტუმარი, ახალგაზრდა ადამიანი ვახტანგ ქიზიყურაშვილი. მადლობა რომ მოხვედი პირველ რიგში და ესეთი იმით დავიწყებ. რამ გადაგაწყვეტინა პოლიტიკაში შემოსვლა, იმიტომ რომ წარმატებული ახალგაზრდა ხარ, საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაქვს ნასწავლი, საფრანგეთში იურისტიც ხარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტიც ხარ. ანუ პრინციპში კარი ღია ქონდა მთელ რიგ მიმართულებებში. რატომ მაინც და მაინც პოლიტიკა? პირველ რიგში მოგესალმებით ნუკრი, მადლობა მოწვევისთვის და იმის შესაძლებლობისთვის, რომ თქვენ პოდკასტს ჩავწერთ. და თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი, დიახ, ის ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ დაახლოებით 2017 წლიდან, რაც მე სკოლა დავამთავრე თბილისში, მოხდა ისე, რომ მუდმივად ცხოვრობდი უცხოეთში, სწავლობდი, ჯერ დავამთავრე ვარშავის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, შემდეგ მაინც უფრო იურიდიული, საერთაშორისო სამართალია, იურიდიული სფერო ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო და გადავწყვიტე რომ გადამერიგა ეს ნაბიჯი და რომელ წლიდან? 2019 წელს დავიწყე სტრასბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე. იქამდე დავამთავრე ბაკალავრი ვარშავაში საერთაშორისო ურთიერთობების და სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გავაგრძელე ასევე მაგისტრატურაში სწავლა. ეს იყო შედარებითი სამართალი პარიზ ნანტერის უნივერსიტეტში და შემდეგ ბიზნეს სამართალი მეორე მაგისტრატურა გავაკეთე ბიზნეს სამართლის უკვე პარიზ დოფინის უნივერსიტეტში. რამაც ასევე აკადემიურ ცხოვრებასთან ერთად ვცდილობდი მუდმივად რომ მქონოდა უკვე დამიწყო პროფესიული განვითარება და პროფესიული ცხოვრებაც. ვიმუშავე საქართველოში იუსტიციის სამინისტროში და ასევე მქონდა შესაძლებლობა რომ პარიზში ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში გამეარა სტაჟირება და შემდეგ მიმეღო პრაქტიკული გამოცდილებაც. ანუ პრაქტიკულად ეს დასავლეთში შეგეძლო მარტივად ინტეგრირება და შეგეძლო საერთოდ სხვა ცხოვრება აგერჩია. აი, რატომ პოლიტიკა? კარგი კითხვაა და სხვათა შორის ბევრი ადამიანი მისვავს ამ შეკითხვას, მაგრამ პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ როდესაც ქვეყნის მოშორებით ხარ, აქ მიმდინარე პროცესები თუ ზოგადად საქართველოს სიახლეები ბევრად უფრო გულთან ახლოს მიგავს და ბევრად უფრო სენსიტიური ხარ ამ მოვლენების მიმართ. ასევე ის, რომ ეს ყოველთვის, ანუ ჩემი ბავშვობიდან ჩემი ხედვა ესეთი იყო, რომ შეიძლება ძალიან კარგი არის თუ უცხოეთში წახვალ მიიღებ გამოცდილებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხდეს შენი ინდოქტრინაცია და ანუ უპირობოდ მიიღება ყველაფრის იმის, რასაც შენ გარეთ ხედავ, ხო? პირიქით, შენ სხვათა შორის ვაკვირდები და აი ძალიან ბევრს აქვს ეგის, რომ სხვა ტიპები მიდიან და ცოტა იდეოლოგია შეცვლილები ჩამოდიან ხოლმე. ხდება ეგ არის ეგეთი შემთხვევებიც, მაგრამ ის გავეთვალისწინოთ, რომ ბოდაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი არის და ასევე წინათაობის წარმომადგენელიც, რომლებმაც ძალიან დიდი პერიოდი დაყვეს, ათეულობით წლები შეიძლება ითქვას, დაყვეს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ მაინც მათ ანუ არ მინდა რაღაც ანუ მაღალფარდოვანი ფრაზებით საუბარი, მაგრამ ანუ ის ქართული სულისკვეთება და საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ხო? აი ყველაზე კარგი პასუხი არის ეხლა გამახსენდა აი ფესვები ზოგადად ფილმი, რომელიც პარიზში არის გადაღებული და სხვათა შორის აი ემიგრაციაში ყოფნისას ხშირად უყურებდი და ეს არის რომ ადამიანი შეიძლება მოხდეს ბევრგან ეს მხოლოდ კარგი არის თუ ამაში გამოცდილებისთვის გამოიყენებ და იმის გათვალისწინებით რომ მე შენ ქვეყანაში დაბრუნდები და შეძლებ რომ ეს გამოცდილება შენ ქვეყანას მოახმარო, მაგრამ საწყენი ის არის, როდესაც შენ გაქვს რაღაც აი კოლონიალური სინდრომი შეიძლება ასე ითქვას და შენ უყურებ შენ ქვეყანას როგორც კოლონიას და თქვა შედარებით დიდ ქვეყნებს როგორც მეტროპოლიებს, ხო? და ხო ქონია ეგეთ ადამიანთან შეხვედრა, რომ აი ან ურთიერთობა იქ როდესაც იყო ქართველებს გულისხმობ. კი, არის. აი რაღაცნაირად უყურებდნენ ეგ სად მოხდა, სამოთხე და ზემერეკვა ზემოდან ყურება იცია, უკვე საკუთარ თანამოქალაქეებთან მიმართებაში აქვს რაღაცა აი ცუდი ცოტა ესეთი ქედმაღლური დამოკიდებულება. ეს ტენდენციები დიახ შეინიშნება ქართულ დიასპორის გარკვეულ წარმომადგენლებთან, მაგრამ ვერ ვიტყოდ რომ მთელ დიასპორასთან, იმიტომ რომ არიან მქონდა პატივი გამეცნო ბევრი ჩვენი დიასპორის ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც
ათეულობით წელია ცხოვრობ საფრანგეთში თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ მათ ის კავშირი საქართველოსთან, ის სულიერი კავშირი ბიოლოგიაში არ გაუწყვეტიათ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ეს ტენდენციები შეინიშნება საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილშიც, როდესაც ვთქვათ, გარედან წამოსული ევროპული იქნება ეს ამერიკული თუ რა ვიცი ნებისმიერ სხვა ქვეყნიდან ნებისმიერი მოწოდება იქნება იდეა თუ რა ვიცი პირდაპირ მუქარა და მითითება ეს ხოლმე აღიქმება რომ რაღაც ჭეშმარიტება არის და ამაზე კითხვის დასმაც უკვე ცუდწონად ითვლება და ჩვენ ამ რეჟიმში ზოგადად აი რო ვთქვა საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ 35 წელი რეალურად სულ სადღაც შესვლაზე ვფიქრობდით სადღაც ინტეგრირებაზე მხოლოდ რაღაც ილუზიებზე ზღაპრებში ხშირად საკუთარ თავს ვიტყუებდით შეიძლება ასე ითქვას მაგრამ დღევანდელ დღეს აი რომ გადავხედოთ ხომ ამ ყველაზე კარგი ამის მაჩვენებელი არის ის შედეგები თუ აი რა მოაქვს თითოეულ ამ ნაბიჯს ხომ ჩვენ ხედავთ რომ ამას გამოცდილი ხარ აი ბოდიში გამოცდილი ხარ და აი იმუნიტეტი რა იყო შენთვის როდესაც აი წახვედი აი შენ თქვი რომ ფესვებთან ვინარჩუნებდი დამოკიდებულებას ურთიერთობას და არ უწყვეტდი რა არის აი ადამიანი მიდის წარმოვიდგინოთ ახლა ახალგაზრდა ადამიანი უნდა წავედეს აი შენ უკვე გამოცდილი ხარ იქ ნაცხოვრები ადამიანი ხარ რას ურჩევდი რა არის ის ჯაჭვი ან რა არის იდეა რომელიც არ უნდა დაკარგოს და რომელიც რაღაცნაირად იქ ყოფნის დროს როდესაც სამშობლო შორს არის უნდა შეინარჩუნოს ჩემი აზრით აი ჩემ პირად მოსაზრებას მოვახსენებ ძალიან კარგი ამისთვის იმუნიტეტი და შეიძლება ითქვას მორალური მხარდაჭერა შეიძლება ადამიანმა იყოს იმაში თუ გარკვეული აი თქვა დღეში 1 საათს მაინც დაუთმოს ქართულ ფილმებს თქვა ქართული ისტორიის საკითხს ლიტერატურის ხომ ანუ რატომ შენ როდესაც წარმოიდგენ რომ შენ ქვეყანაში რეალურად დაიწყო რენესანსი ხო რუსთავი ცოტა ხნის ვეფხისტყაოსანი დადგეს და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე თუ რამ დაგვიტოვა შოთა რუსთაველმა ხომ ანუ ქართული რენესანსი როდესაც 11 საუკუნეში როდესაც დაიწყო ევროპაში ეს რენესანსი კიდევ დაწყებული არ იყოს იმას თუ გაიხსენებ ასევე რომ შენ ხარ იმერის წარმომადგენელი რომელსაც გელათის აკადემია ჰქონდა და ბოლოს და ბოლოს ისაც არ უნდა დაივიწყო მუხრან მაჭევარინის კარგი ლექსია რომ ლუდოვიკო მე-14-ის კარზე სულხან-საბა მე-15 კაცად მიიღესო ანუ იყო ეს დამოკიდებულებაც და ამიტომ არ შეიძლება რომ გქონდეს რაღაც გარკვეული ილუზიები იმის განცდა რომ სადღაც არის თეთრი შავზე არის და მსოფლიო დაყო თეთრად და შავად რომ არსებობს როგორც ბორელმა თქვა ცოტა ხნის წინ რომ არის ევროპა არის 64 დანარჩენი სამყარო არის ჯუნგლები და ისიც არ შეიძლება დაგავიწყდეს რომ შენი კულტურა შეიძლება საქართველოს დღეს ვერ არის ეკონომიკურად იმდენად ძლიერი დიდი მასშტაბის ქვეყანა, მაგრამ კულტურულად საკმაოდ თვითკმარი არის და ქართულ ადამიანს ქართულმა ადამიანმა არავის ზემოდან არ უნდა აყურებინოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მიუღებლობა გქონდეს სხვა კულტურის, სხვა ერის პირიქით, მაგრამ აი ვაჟას კოსმოპოლიტიზმში და პატრიოტიზმში როგორც აქვთ, შენ რო გახდე კოსმოპოლიტი და რო სცე სხვის კულტურას პატივი, პირველ რიგში შენი უნდა გიყვარდეს, ხომ? და ეს მე ვფიქრობ, რომ ეს ელემენტარულ საწყისებს თუ გაითვალისწინებს ადამიანი, ყველა მოგზაურობა თუ ცხოვრება ეს იქნება ევროპაში, აზიაში, ამერიკაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, მხოლოდ წაადგება მას და პირიქით უფრო გაძლიერებული, უფრო მეტად როგორ ვთქვათ, მეტად გათვითცნობიერებული და გაზრდილი დაუბრუნება თავის ქვეყანას. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მოდი ესე შევხედოთ ახლა არა მარტო ეს კოლონია მეტროპოლიის კონტექსტ, არამედ შევხედოთ ესეთ კონტექსტში, რომ რაღაცნაირად ჩანს ხშირ შემთხვევაში ეს ლიბერალთა რაღაც ნაწილის მიერ ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარ საზოგადოებისადმი, რომ ჩვენ განათლება მივიღეთ დასავლეთში, თქვენ ვინ ახართ? თქვენ ხართ ის, ვინც აი რაღაცა ველურები, პოსტსაბჭოთა, ან საბჭოთა ადამიანები, აზროვნების ადამიანები და მე უნდა შეგცვალოთ. აი ეს მომენტები ხშირად ისმის ხოლმე. ხო, აი მე რადგან ესე იგი დასავლეთში მივიღე განათლება, ესე იგი მე ვარ მასწავლებელი და თქვენ უნდა იყოთ ჩემი ესე იგი სტუდენტები და მოსწავლეები და დამიჯეროთ. და ეს ქმნიდა გარკვეულწილად აი მთელი ხნის განმავლობაში ქმნიდა აი პროტესტს რა, ბუნებრივ პროტესტს რომ კაცო ეს ლიბერალები კი რაღაცას ურთიერთობენ დასავლურ ინსტიტუტებთან, მაგრამ მთელი განალიზებში არ აქვს ჩავარდნები მაგალითად. მთელი რიგ მათ პოლიტიკოსებს ჰქონდათ ჩავარდნები. ხო და რადგან შენ უფრო იმ წრესთან ახლოს ახარ, რომლებიც სადაც ეს მომენტები ჭარბობს,
ხშირად. აი როგორ იყო ეგ შიდა დისკუსიები, სადაც აი მსგავს რაღაცებზე იყო საუბარი თუ ეს უბრალოდ აქ რო ჩამოდიან მერე ეწყებათ ეგეთი მომენტები. ზოგადად ეს არის შეინიშნება ეს ტენდენციები, როგორც უკვე ვთქვით, საზოგადოების მცირე ნაწილში, მაგრამ ეს მცირე ნაწილი ხშირად იმდენად აქტიური და ანგაჟირებულია, რომ შეიძლება ისეთ წარმოდგენას შეგექმნას, რომ მთელი ქვეყანა რეალურად ამ პოზიციაზე დგას, ხო? ეს ანუ დასავლეთში სწავლა, როგორც გაგვნიშნეთ, ცხოვრება თუ განათლება ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, მაშინ, როდესაც შენ ამას იყენებ, კიდე ერთხელ ვამბობ, იმის გათვალისწინებით, რომ შენ საქართველოს შვილი მიდიხარ განათლების მისაღებად და ბრუნდება შენ თუ ეს გაძლევს იმის აი ნებისმიერ ადამიანს თუ კი ეს აძლევს იმის საფუძველს, რომ ქედმაღლურად უყუროს მის თანატოლებს თუ მის თანამოქალაქეებს და იმიტომ რომ იქ რაღაც ერთი კურსი გაიარა თუ ერთი წელი დაყო თუ არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მთელი სწავლის პროცესი იქ გაატარა, იმიტომ დაბრუნდეს და მორალური პიდესტალიდან ელაპარაკოს დანარჩენ საზოგადოებას, ეს მიუღებელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იყო თუ კულტურის სფეროს წარმომადგენელი, საერთოდ საქართველოს არ დაუტოვებიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან უფრო მეტი შესძინეს მათ თავიანთ ქვეყანას, ვიდრე ბევრმა იმ ადამიანმა, ვინც 20 და 30 წელი გაატარა ქვეყნის გარეთ, ხო? კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არ შეიძლება იყოს წყალგამყოფი, ანუ იმის გათვალისწინებით თუ საცხოვრობდი და საცხოვრობდი და სად რამდენი დრო გაატარე. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენი ახლოს წერტილი ის უნდა იყოს თუ რა დამოკიდებულება გაგაჩნია საკუთარი ქვეყნის მიმართ, თუ როგორ უყურებ შენი ქვეყნის მომავალს, თუ რა არის შენი ფასეულობები და შენთვის რას წარმოადგენს საქართველოს ზოგადად და ქართული ეროვნული იდეა, ხო? და ამის გათვალისწინებით შემდეგ ყველგან შეგიძლია წახვიდე და პირიქით, ანუ მხოლოდ ძალიან საინტერესო თემებს შეეხე, აი განსაკუთრებით ეროვნული იდეას. აი როგორ გესმის შენ ეს ეროვნული იდეა საქართველოსი და ზოგადად აი მე პირველად კითხე, რატომ მოხვედი მეთქი რა გინდა პოლიტიკაში და პოლიტიკა დაკავშირებულია იდეოლოგიასთან თავისთავად. აი ეს შენ იდეოლოგიაზეც რო გითხრა, რატომ აირჩიე ერთი მხარე და რატომ არ აირჩიე მაგალითად მისი საწინააღმდეგო მხარე. ზოგადად ამაზე მე არასდროს როგორ ვთქვათ, ამის არც წუნება მქონდა და ეს ჩემი მყარი პოზიცია იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე არასდროს არ ჯეროდა იმ რაღაც ყალბი დაპირვების თუ ილუზიების, რაც ისმოდა გარედან, ჩვენ გვახსოვს, აი როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქის ქსიამოვნებდეს ის, თუ რაც ხდებოდა არც ისე დიდი ხნის წინ, ხო, როდესაც გარკვეული ქვეყნის ელჩები თუ ევროპარლამენტარები ღიად მოგიწოდებდნენ სუვერენულ ქვეყანას თუ რა უნდა გეკეთებინა, ვის უნდა ამნისტია შეხებოდა, აი რომ ამარტი შეთანხმება 2020 წლის გავიხსენოთ, ხო, როდესაც ამერიკის ელჩი რეალურად ყველა პროცესში იყო აქტიურად ჩართული და საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ გვახსოვს, რომ პარკი მეზობლებს შორის პარკინგის გადანაწილებასაც ელჩი ის საკეთე და ჩვენი ეროვნული იდეა, ანუ ჩემი გადმოსახედიდან მე ისე ვუყურებ, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ერის ერთიანობის იდეის ირგვლივ კონსოლიდირება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი უწმინდესის გასვენებაში და იმის პანაშვიდის დღეებზე ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ერი მის სარწმუნოებასთან და ზუსტად იმ ქრისტიანულ ფასეულობებთან, რამაც უკვე 1700 წელია ჩვენში გაიდგა ფესვები, ამის ირგვლივ ერთიანი, ანუ აღარ არსებობს ორაზროვნება, ხო? ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა აღსარებლობის არის, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ქრისტიანების, მუსლიმების თუ სხვადასხვა კონფესიის თუ ერის წევრების წარმომადგენელი ერთხმად დაიტირეს მათ თავიანთი სულიერი მამა. და სწორედ აი ამის გათვალისწინებით ჩვენ წარმოვიდგინოთ საქართველოს ერთიანობა, ეს იყო ის, რაც პატრიარქს ძალიან სურდა და ზოგადად მთელი ერი ამის ირგვლივ არის გაერთიანებული და მე როგორც რიგითი მოქალაქე და ასევე როგორც პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, ესე ვუყურებ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ ჩვენი ეროვნული ამოცანების ირგვლივ, რაც გადამწყვეტი არის ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რასაკვირველია ჩვენი იდენტობის და ჩვენი სარწმუნოების შენარჩუნება და გასაკვირველია ჩვენ უნდა ღია ვიყოთ ნებისმიერ სიახლეებთან თუ ინოვაციებთან, მაგრამ არ უნდა გახდეს საფუძველი ჩვენ ფესვებთან გაუცხოების, ასევე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სუვერენული გამტკიცება, ანუ რასაც ჩვენ ხა ვაკვირდებით და პირველი ნაბიჯები იდგმება მხოლოდ, ანუ ეს არ უნდა იყოს არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ რაღაც ეს ბრძოლა მოგებულია, რომ რაღაც ესე შედეგი დადებული არა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია და ხედავთ თუ რამხელა წინააღმდეგობას ვაწყდებით, როდესაც ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც მაინც ვიღებთ. პარტიაზე მინდოდა მეკითხა, ცოტა მოგვიანებით, მაგრამ რადგან შენახსენე უკვე შენი პარტია.
აი სტერეოტიპულად რო შევხედოთ, ის ადამიანი, რომელიც დასავლეთში ნამყოფია, იცის იქ ყოფნა, მაინც და მაინც ეს ნეიტრალიტეტს არ აირჩევდა. აი შენ შემთხვევაში ეს ნეიტრალიტეტის არჩევა. რამ განაპირობა? ნეიტრალიტეტის არჩევა პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ დასავლეთში ვაკვირდებოდი თუ რა ტენდენციები იყო, აი დასავლეთის ევროპის უახლის ისტორიას რომ გადავხედოთ, ხო? აი არიან ქვეყნები, რომლებმაც ვერ იპოვეს თავიანთი ადგილი სწორად სოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, აი სამწუხაროდ ყველაზე კარგი მაგალითი არის უკრაინა და რომლებიც გახდნენ, ანუ დიდი ქვეყნების შეჯახების ადგილი და ამით მოახდინეს საკუთარი ხელშეწირვა სამწუხაროდ და არიან ქვეყნები, რომლებმაც პირიქით, ანუ აირჩიეს პრაგმატული პოლიტიკა, აი მე მინდა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითი მოვიყვანო, ეს შვეიცარია უკვე 5 საუკუნე არის დაახლოებით, რაც არის ნეიტრალური ქვეყანა და ჩვენ ვნახეთ, რომ იყო ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო მოვლენებამდე და ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა სიმდიდრე მოუტანა ამ ქვეყანას, ასევე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ სწორედ შვეიცარიაც საკმაოდ კონფედერაციის ტიპის ქვეყანა საკმაოდ მრავალი კულტურის ადამიანს აერთიანებს და ზოგადად კანტონებს შორის ხშირად ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ სწორედ ამ ნეიტრალიტეტმა და ნეიტრალიტეტის იდეის ირგვლივ გაერთიანებამ მოახდინა შვეიცარიული საზოგადოების კონსოლიდირება და ისე გადაიარა პირველად და მეორე მსოფლიო ომებმა აღარ ვლაპარაკობ უწინა პერიოდზე, რომ ქვეყანა რეალურად პირიქით დამგრეული კი არა, უფრო გაძლიერებული გამდიდრებული. ყველა უკეთესი მაგალითი არის კიდევ ავსტრია. აი 1955 წლის შეთანხმება რომ ავიღოთ ავსტრიის მაშინდელ მთავრობასა და საბჭოთა კავშირს შორის, ხო? სწორედ ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ ერთ დროს ოკუპირებული ავსტრია 55 წლის შემდეგ აღწევს იმას, რომ საბჭოთა ჯარი ტოვებს მის ტერიტორიას და ამდენი წლების 10 წლეულების განმავლობაში ავსტრია გახდა დიპლომატიის ერთ-ერთი დედაქალაქად და ჩვენ ხედავთ თუ რამდენი საერთაშორისო ორგანიზაცია არის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და რამდენი მნიშვნელოვანი შეხვედრა წარმართულა და ეკონომიკურად თუ როგორ გააძლიერა ის იმან რომ დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც თანაბარუფლებიანი და პრაგმატული ურთიერთობები გააჩნდა. ამის კარგი მაგალითი იყო ფინეთი ბოლო პერიოდამდე ჩვენ ვნახეთ რომ ცივი ომის დროს ფინეთის ძალიან დიდი ბენეფიციარი იყო ამ თავისი ნეიტრალური პოზიციის და სწორედ ეს საქართველოს ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო იმაში რომ მე კიდევ უფრო რამაც დამარწმუნა ჩვენი ნეიტრალიტეტის გარდაუვალობაში ეს არის ჩვენი გეოგრაფია. როგორც ამბობენ შეიძლება შეიცვალო გეოპოლიტიკური ხედვები მაგრამ შენ გეოგრაფიას ვერ შეცვლი ეს არის ის მოცემულობა სადაც ცხოვრობ და შენ უნდა მოახდინო ამ სიტუაციასთან ადაპტირება თუ გინდა რომ გადარჩე წინ წახვიდე და არ გახდე დიდი ინტერესების შეჯახების მოწინააღმდეგე გეტყოდა ესეთ რაღაცას რომ მაგალითად ავსტრიას არ აქვს ტერიტორიული პრობლემები. ფინეთს, როდესაც ნეიტრალური გახდა, იქამდე მოუწია ტერიტორიების დათმობა. შვეიცარიასაც ყოველთვის კონტრარგუმენტი ნეიტრალიტეტზე არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. როგორ ხდება რუსეთთან ეს მოგვარება ამ საკითხს? აი შენი ხედვით ტერიტორიული საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გაეცეს თუ ნეიტრალიტეტზე იწყებს საუბარს, მასზეც უნდა გასცე ალბათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ხედვის დონეზე როგორ ხედავ როგორ შეიძლება საქართველოს გაერთიანება? საქართველოს გაერთიანება მე არ მინდა მხოლოდ ვისაუბრო ჰიპოთეტურად, ხომ? ყველაზე კარგი პასუხი ამის იქნება ბოლო 35 წელში განვითარებული მოვლენები, ხომ? ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით იმას, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მიზნები თანხმედრაში მოსულიყო ჩვენ გეოგრაფიულ მოცემულობასთან, ყოველთვის ჩვენ ხვდებოდით მსხვერპლი დიდი გეოპოლიტიკური დაჯახებების. და ჩვენ ნეიტრალიტეტი სწორედ იმას განაპირობებს, რომ ჩვენ ამ ჩიხიდან, სადაც ეჯახებიან დიდი ქვეყნის ინტერესები, უნდა გავხდეთ ხიდი პირიქით, სადაც მოხდება ამ დიდი ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. და სწორედ ტერიტორიული მთლიანობა რაც ახსენეთ, ხომ? დღევანდელი ჩვენ ვცადეთ იმ ილუზიებში ყოფნა რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა გადიოდა ნატოში ინტეგრაციაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს დღევანდელი დღის გადმოსახედიდან აღმოჩნდა რომ არ იყო მხოლოდ ცარიელი დაპირებები და ჰაერი, რატომ? იმიტომ რომ როდესაც გიაყარში გახარ უკვე 30 წელია, ეს იმას ნიშნავს რომ არ ხარ ისე სწორ ადგილას, ხო? და ნეიტრალიტეტი კიდე რაც განაპირობებს რომ დღეს რომ შევხედოთ, ხო? საქართველოს რომელიმე ბანაკში შესვლა და რომელიც ხისტად რომელიმე პოზიციის დაკავება, რაც გამოიწვევს რომ ავტომატურად ხდება მეორე მხარის მტერი და მოწინააღმდეგე. და შენ როდესაც იჩევ ამ გზას, ეს იწვევს რასაკვირველია, როგორც შიდა განხეთქილებას, ასევე ტერიტორიული
ტერიტორიული პრობლემების წარმოშობას. აი, კარგი მაგალითი არის უკრაინა, რომ ვახსენოთ, ხო? სანამ მას ჰქონდა ნეიტრალური სტატუსი, როდესაც და სანამ მოხდებოდა ეს გადატრიალება, რასაც ევრომაიდანი ეწოდა შემდეგ. მას არ ჰქონდა არც ყირიმთან პრობლემა, არც დონბასში და პირიქით უკრაინა იყო ერთ-ერთი დიდი პოტენციალის ქვეყანა, რომელსაც კი ბატონო შეიძლება არ ჰქონდა ვთქვათ ბოლომდე მოდერნიზაცია და ვთქვათ გადაიარაღება და თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნდა და ვითარდებოდა ნორმალური ტემპებით. ჩვენ ნახეთ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატიც მიიღო მან. დღეს ჩვენ რას ხედავთ, რომ როდესაც ირჩევ შენ მკვეთრად რომელიმე ერთ პოლუსს და როდესაც არ გთვალისწინებ არც სამეზობლოს, არც იმას თუ სად მდებარეობ, თუ რა არის შენი მიზნები და იყურები მხოლოდ რაღაც გარედან თავსმოხვეული გაიდლაინებით, ეს იწვევს ძალიან დიდ და გამოუსწორებელ დანაკარგებს. აი ჩვენი პოზიცია ეს არის. ძირა აი მოდი ეშმაკის ადვოკატის როლს ვითამაშებ. გეტყვიან ესეთ რაღაცას მაგალითად, რომ ხო არ ჯობია გამარჯვებულთა მხარეს ვიყოთ. კი, დაპირისპირებაში შევალთ, მაგრამ აი რუსეთი მაინც ხანგრძლივ დაპირისპირებას ვერ გაუძლებს, ну რაც გვესმის ეს არის ძირითადად ვერ გაუძლებს და ჩვენ ერთად დასავლეთთან ერთად საბოლოოდ უკრაინაში დაამარცხებენ რუსეთს და შემდეგ უკვე როდესაც დაიწყებს ჩამოშლა ჩვენც ვიქნებით ბენეფიციარი იმ დიდი გადანაწილების რაც მე რუსეთის დაშლის შემდეგ დაიწყება. ეს ამ ლოგიკას ძალიან სერიოზულად ანვითარებდნენ ეს ჯგუფები, რომელსაც უნდათ თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა. ნუგრი ჩვენ დღეს მე მგონი 2026 წელში ვარ და ეს არ არის 2022 წლის მსოფლიო, სადაც ამ ილუზიებით ცდილობდნენ რომ ქართული საზოგადოება მოეტყუებინათ ამ თეზისებით, რომ თურმე აუცილებელია მეორე ფრონტის გახსნა, რომ თურმე დღე-დღეზე რუსეთი მარცხ ხდება და ჩვენ უნდა გავისეირნოთ სოხუმში და ცხინვალში, როგორც უკრაინიდან მოგვიწოდებდნენ და ამას ასევე ხარს უბავდნენ მათი ადგილობრივი წარმომადგენლები. მეც ვიყავი მაგ საინფორმაციო ომში და სულ ერთი და იგივე რაღაცას ვიძახდი. იაპონია, რომელიც საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მონღოლეთმა ომი გამოუცხადა იაპონიას იაპონიის კაპიტულაციიდან 4 დღით ადრე და შევიდა როგორც გამარჯვებული სახელმწიფო. თუ რუსეთი მარცხდება, ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ და თუ მაინც საჭიროა ბანაკში ჩაწერა, ჩვენ ვიცით პირველი მსოფლიო ომის შემთხვევაში იტალიის მაგალითი და ვიცით მეორე მსოფლიო ომის შემთხვევაში, როდესაც ნახევარი იტალია დაიპყრეს, იტალიელები გადავიდნენ მეორე მხარეს, ხო? ანუ აბსოლუტურად თავისუფლად თუ ეს ლოგიკა ვითარდება, აბსოლუტურად თავისუფლად შეგვიძლია, როდესაც ჩვენ დავინახავთ მართლა თუ ისინი მართლები არიან, არ არიან მართლები, არა უკვე ხედავთ. ну გადავიდეთ გამარჯვებულთა მხარეს. მე დღეს უკვე ამის განხილვაც არ არის ძალიან რელევანტური. ეს უკვე თვითონ ევროპაში ევროპელებმაც აღიარათ ჩვენ ზამზაფხულს ნახეთ ანკორიჩის შეხვედრა, სადაც ამერიკული და რუსული დელეგაციები უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტების დონეზე შეხვდნენ ერთმანეთს და იქ საერთოდ უკვე სხვა რამეებზე მიდის საუბარი და რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ზოგადად აღარ დგას მსოფლიოს დღის წესრიგში და ჩვენ რა ვიცი ამ საკითხზე სერიოზული განხილვა მგონი უბრალოდ ფუჭი დროის ხარჯვა უბრალოდ ეს ერთი რაც შეიძლება განხილვა ერთია, მაგრამ აგერ აქციები ტარდებოდა ამდენი ხანი, სწორედ ამის გამო, ხო? რეალურად ამის გამო. ну სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ის რომ საინფორმაციო როდესაც შენ საინფორმაციო ომში ხარ და როდესაც ხედავ რომ საკმაოდ მომზადებული დიდი პროპაგანდისტული მანქანა რაც ჩვენ ვახეთ ევრობიუროკრატიის მხრიდან ცდილობს რომ საზოგადოების ინდოქტრინაცია მოახდინოს და იმის თეთრზე უმტკიცებს რომ შავია და იმაზე რომ თურმე სანქციებთან შეერთება და მეორე ფრონტის გახსნა ეს შენთვის მომგებიანია და ღია მოწოდებები იყო ხომ აი გავიხსენოთ თუ გინდათ პირდაპირ ავიამიმოსვლა რომ ადგა აბსოლუტურად ყველა თითქმის ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩმა დემარში გამოგვიცხადა, ხო? იყო იქამდე მოწოდებები, რომ სანქციებს უნდა შევერთებოდით, რომ საქართველოს თქვათ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა ეს საფუძვლო ბრალდებებიც და ეს ყველაფერი რას გვაჩვენებს? აი ზოგადად რაც არ კლავს გვაძლიერებს ვამბობენ და ერთი მხრივ ძალიან გულდასაწყვეტია ის ჩვენ რაც გამოვიარეთ და ის უსამართლო დამოკიდებულება რაც ჩვენ ვნახეთ, მაგრამ მეორე მხრივ ერთი რამე რაც აქედან უნდა გამოვიტანოთ ზოგადად გაკვეთილი არის ის რომ ბრმად არავის არ უნდა ვენდოთ და ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი მოკავშირე ზოგადად საქართველოსი არის ქართული ჯარი, ქართული საზოგადოება და ყველა ის ადამიანი, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოზე და ის გარედან რომ ვიღაცას საქართველო უყვარს და ვიღაცამ თურმე 5000 კილომეტრის მოშორებით უკეთესად იცის ის თუ ამ ქვეყანაში რა უნდა გაკეთდეს და რა არის ამ ქვეყნის პრიორიტეტები, ეს ჩვენ უნდა ჩავაბაროთ წარსულს. სოფლიო იცვლება, ჩვენ ხედავთ რომ ის სოფლიო წესრიგი რაც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბოლომდე დაიშალდა მოხდა ამის დემონტაჟი ეს არ არის სოფლიოსთვის ეს არ არის ახალი სიტუაცია
აი ბოლო საუკუნეებს რო გადავხედოთ, ალბათ გავსი სიტუაცია კიდევ იყო 1815 წელს ვენის კონგრესის შემდეგ, როდესაც ნაპოლეონი დამარცხდა და ქვეყნები ზოგადად დიდი ქვეყნები ცდილობდნენ რომ რაღაც საერთო კომპრომისი ეპოვათ, რომ modus vivendi-ისთვის მიეღწიათ და რაღაც თანაცხოვრება შეძლებოდათ ერთმანეთთან და ომი აეცილებინათ. გუშინდა მტრებს მტრები დაჯდნენ ერთმა გიდაზე. თავისთავად ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც, ხომ, როდესაც ვნახეთ რომ დაიშალა რუსეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია და შეიქმნა ერთა ლიგა და ევროპაში იყო მცდელობა რომ რაღაც უსაფრთხოების კონსტრუქცია ჩამოყალიბებულიყო. შენ ხა ეს გადარებ როგორც მივხვდი თანამედროვე პერიოდს დაახლოებით პირველ მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს. დაახლოებით მე ვიტყოდი რომ ყველაზე რელევანტური ეს შედარება არის, რატომ? იმიტომ რომ ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც რა მოხდა, ხომ, ის იმპერიული წყობა რაც იყო და რეალურად აი ეს დიდი იმპერიები დაიშალნენ, უდიდესი იმპერია დაიშალა რუსეთის იმპერიის სახით და ოსმალეთის იმპერიაც მიყვა შემდეგ. ვნახეთ ის რომ ვის დაშლას ელოდები ბოდიში? მე ხლა ესე დაშლას როგორც ქვეყნების არ ველოდები იმ ალიანსების თვითონ ჩვენ ამას ხედავთ რომ ის ალიანსები რაც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნატო, ევროკავშირი, ეუთოშიც ხედავთ რომ სერიოზული პრობლემები ჩანს და უშუალოდ გაეროც ხომ ანუ ჩვენ ტრამპის მშვიდობის სამის თუ შევხედავთ და იმას თუ ნამხილა კრიზისი არის დღეს გაეროში და თუ გაეროს როლი როგორ დაკნინებულია იმიტომ რომ აი ირანის მოვლენებაც რა გვანახა რომ უკრაინის კონფლიქტის და ირანისაც ისე დაიწყო რომ გაეროსთვის შროების საბჭოზე არავის ეს საკითხი არც დაუყენებია ხომ ხედავთ ასევე იმას რომ ნუ ევროკავშირის როლი დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში იმ დონეზეა დაცემული როგორც არასდროს არ ყოფილა ევროპა ალბათ ესეთ ბოლოს რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში აი რო შევადაროთ ხომ 2003 წელში მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტი შირაკი მაშინელი საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილეპანი გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოზე და კაცრად დაგმო ამერიკელების მიერ ერაყის ოკუპაცია. დღეს ჩვენ ხედავთ რომ საერთოდ არ ისმის ევროპაში არანაირი ხმა გარდა თვითგვემისა და იმაზე საუბრისა რომ რუსეთმა დაიპყრო უკრაინა და ტრამპი უსამართლოდ ექცევა ევროპას, ხომ? ანუ ეს ყველაფერი დღევანდელ მსოფლიოში უკვე ესე ჩამოყალიბდა და ჩვენ ანუ როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ ფუკუიამას სამყაროში და რაღაც მივისწრაფოდეთ ლიბერალიზმის ტრიუმფისკენ და თქვათ იმ ორგანიზაციებისკენ რომლებმაც უკვე დაყარგეს პირველ რიგში თავიანთი დანიშნულება, თავიანთ აღარ გააჩნიათ არანაირი ძალა და ვერ პასუხობენ დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებს. მოდი ესე გეტყვი მაშინ აი მე საერთოდ არ ვარ გირჩის მომხრე, მაგრამ ხშირად ახსენებს იგივე დებატებზე, ხო? აი, როდეს თუ ვინმე დაგვესხმა თავს. ვის ურეკავს პირველი, ხო? მოისმინე შენ დებატებში რამოდენიმეჯერ ახსენეს ეს. თუ ეს პერიოდი იწყება, სადაც ომების პერიოდი არის და ფაქტია დაწყებულია, ახლა მოგწონს არ მოგწონს, ჩვენთან ძალიან ახლოს ხდება ირანის გულისხმობ და პრინციპში ჩვენი რეგიონის ყველა ძალა იქნება ეს თურქეთი, რომელიც სირიაში არის ჩართული, იქნება ეს რუსეთი, რომელიც უკრაინაში არის, იქნება ეს აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელმაც კაცის შვილმა არის ეს ომი შეჩერდა თუ არ შეჩერდა და განახლდება თუ არ განახლდება და რა თქმა უნდა ირანი, ხო? ყოველ რაღაც დაძაბულობა. შეკითხვა ჩდება, რომ თუ კი აი მართლა ეს ომების პერიოდი მოდის, აი რა ვქნათ მაშინ? აი ჩაკეტვა შეიძლება ამ ყველაფრისგან? რა ბერკეტი გვაქვს რომ რაღაცა გადარჩეთ. ეს სიტუაცია როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ჩვენ ახლა გვიწევს რეალურად დანის პირზე დავდივართ. ანუ ბეწვზე კიდია ჩვენი მომავალი, ჩვენი როგორც საქართველოს ბედი ესე შეიძლება ითქვას, რატომ? იმიტომ რომ ამ მომენტში, როდესაც თუ კი ქვეყანა მოახერხა, პატარა ქვეყანა განსაკუთრებით თუ კი მოახერხა ის რომ დისტანცირება აი იმ ქაოსისგან რაც ხდება და პირიქით ეს ამ სიტუაციაში თუ იმუშავა იმაზე რომ გაძლიერდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ხომ? ეს მას შესაძლებლობას მისცემს რომ ხვალიდან მსოფლიოში უკეთესი პოზიცია ჰქონდეს. და თუ კი პირიქით ქვეყანა ჩაიდინა სუიციდი, რაც ჩვენ ხედავთ რომ მოხდა უკრაინის შემთხვევაში, ხომ რისკენად სამწუხაროდ მიდის ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა დღეს, ეს უკვე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და შეიძლება რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, როდესაც უკვე ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება ეს ქვეყანა, ჩარჩეს თქვა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. აი მარტივ მაგალითი რომ ავიღოთ, ხომ 1918-21 წლებშიც. იმიტომ რომ საქართველოში მაშინ აი წინვარებდა ძალიან შიდა დაპირისპირება, მენშევიკურმა მთავრობამ მაშინ ვერ მოახერხა ის რომ ყველა გამოწვევისთვის ადეკვატური პასუხი გაეცა. ისიც რომ მაშინაც არსებობდა მაშინ გეოპოლიტიკური პრობლემები იყო, ფაქტია რომ როდესაც ბაქო დაეცა ის ერთიანი მაშინ იყო დაინტერესება ბაქო, თბილისი, ბათუმის რკინიგზით, იმიტომ ნავთობის გადიოდა სწორედ მანდ, როდესაც ბაქო დაეცა უკვე საქართველოსადმი ინტერესის გაქრა.
საკარ და პირველი რაც მინდოდა მეთქვა მაშინაც ჩვენმა მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ დიდი იმედები დაამყარა ბრიტანეთის მაშინდელ ჯარზე დაპატიჟეს დიდი ოპტიმიზმით, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რომ ამის შემდეგ რა მოხდა ბრიტანეთი და მაშინდელი საბჭოთა რუსეთი შეთანხმდნენ იმაზე რომ კომუნისტური რევოლუციების და პროპაგანდის გავრცელება არ მოხდებოდა ბრიტანეთის მაშინდელ პროტექტორატებში და ამის სანაცვლოდ მათ რეალურად ისინი გავიდნენ საქართველოს და შეგვატოვეს ესე წითელ არმიას. და ეს რას გვაჩვენებს ჩვენ ეს არ უნდა გახდეს ეხლა დღეს რაღაც გარკვეული წყენის საფუძველი ნებისმიერ ქვეყნის მიმართ. ეს ჩვენ გამოვიტანოთ აქედან ერთი გაკვეთილი რომ დღეს ჩვენ არ შეიძლება რომ გქონდეს ის ილუზიები, დღეს 78 მუხლი რო იწერია კონსტიტუციაში და ანუ რეალურად ჩვენ საუბრობთ ეს ამოსაღებია აბსოლუტურად იმ ორგანიზაციებს, სადაც არ ღირებენა, რომელიც დღეს პირიქით ჩვენ ეს ანუ საკუთარ თავს უდავ იმაში, რომ რაღაც საქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთო ტაქტიკური სვლები, ხო? და პირიქით, ანუ შენ ამით უფრო ცავსატეხს ეძებ, ვიდრე შენი არსებული პრობლემის მოგვარებას უწყობს ეს ხელს. და ამიტომ, როგორც თავიდანვე ვთქვით, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა ძალიან გულდასმით ვაკვირდებოდეთ ყველა იმ პროცესებს, რაც ჩვენ სამეზობლოში თუ ზოგადად სოფლიოში მიდის და უნდა ვცდილობდეთ იმას, რომ საკუთარი პოზიციები გავიმყაროთ. დამოუკიდებლობა, როგორც ასე ზოგადად ამ საკითხიდან შევეხო, ის არ არის მხოლოდ დროშა, ჰიმნი და ის რომ სოფლიო პოლიტიკურ რუკაზე სხვა ფერით ხარ გამოსახული, ხო? ეს რა ნიშნავს პირველ რიგში იმას, რომ შენ სულ მცირე საკუთარი შენი შიდა თუ გარე პოლიტიკის მთავარი ვექტორები საკუთარ ქვეყანაში უნდა განსაზღვროს, საკუთარ მოსახლეობასთან კონსულტაციით, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და არ უნდა ელოდე იმას, რომ რომელიმე საელჩოდან ან რომელიმე დედაქალაქიდან დაგირეკავენ და ასრულო უპირობოდ მათი ყველა ბრძანება. აი მაგალითად, აი წარმოვიდგინოთ ეგეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რომ აი შენ ხარ რაღაც გადაწყვეტის მიმღები ადამიანი, რა მოდელს შეთავაზებდი მაგალითად მოსახლეობას. აი რა არის ის მოდელი, რომლითაც საქართველოს უნდა მოახდინოს აი რაღაცა ამ დანის პირზე გასვლა. ჩემთვის ეს პირდაპირ ვიტყვი, ეს არის შუა დერეფნის ეს მთავარი რაც შეიძლება დაჩქარება ამ შუა დერეფნის პროექტის განხორციელების და ის რომ მე ვინცობა უკრაინაში ეს ამბავი მოხდეს და რუსეთი კავკასიაში შეხედოს, იქ უკვე ჩინეთთან მოლაპარაკება მოუწიოს და აი ამ კონფიგურაციაში ჩვენ მარტონი არ დარჩით. შუა დერეფანი გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ შუა დერეფანი ჩვენი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია და დღეს თუ შევხედავთ იმას, რომ ირანში რა ხდება, ბანდარ აბასის უდიდესი პორტი და ირანული პორტები საერთოდ ბლოკირებულია, რუსეთის მარშრუტი დღემდე კი გარკვეულწილად კი მუშაობს, მაგრამ ყველა ცდილობს უკვე რომ გვერდი აუარს, იმიტომ რომ იქაც არასტაბილურობა არის და საქართველოს გავლით ეს არის დიდი აბრეშუმის გზას, რასაც შევხედოთ ისტორიულად და დღეს თუ გინდათ აი ჩინეთის სტრატეგია საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი იყოს აზიასა და ევროპას შორის. და ეს არა მხოლოდ მატერიალურ სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას, არამედ პოლიტიკურ დივიდენდებსაც და პირველ რიგში სტაბილურობას, რატომ? აქ სწორედ რომ საუბრობთ ნეიტრალიტეტზე, აქ თუ მოხდა ის, რომ დაემთხვა დიდი ქვეყნების ინტერესები და შუა დერეფანი ამის ერთ-ერთი პირობა არის. მაშინ რეალურად ომის რისკები და კონფლიქტის რისკები საკმაოდ დაბლად ჩამოდის და ეს გვაზღვის ჩვენ ანუ პოტენციურ კონფრონტაციისგან ნებისმიერ ქვეყანასთან. რატომ? იმიტომ რომ როდესაც დიდი ქვეყნები შეთანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოსთან პროდუქტიული ურთიერთობები ქონდეთ, რომ საქართველოს პორტები იქნება ეს თუ სხვადასხვა სავაჭრო გზები იქნეს გამოყენებული ისე რომ პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნეს გათვალისწინებული და საქართველოს მოსახლეობა მიგრძნოს აქედან მატერიალური სიკეთე, მაგრამ ასევე დიდ ქვეყნებსაც შეუწყობს ხელს რომ უკეთეს განავითარონ საკუთარი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტერესები მათი დაემთხოს ჩვენსაც ეს იმას განაპირობებს რომ ჩვენ რეალურად ომის ინტერესი დაიწევს და როდესაც პირიქით ჩვენ ვცდილობ რომ გინდ რუსეთისთვის და გინდ დასავლეთისთვის თავსატეხი იყო და რეალურად იყო მათი ვთქვათ როგორც იტყვიან მათი მოწინააღმდეგის იარაღი გეოპოლიტიკური იარაღი მაშინ ეს ავტომატურად დღეს ხვალთუზე შენ ან კონფრონტაციის კიბეზე ადიხარ და ეს როდის ანუ მოხდა გადავა ხელფაზაში ეს უკვე დროის საკითხი არის. აი ირანის მაგალითიც რომ ავიღოთ, ხომ? ათეულობით წელი ჩვენ მუდმივად გვეგონა ის რომ
სპარსეთის ყურის ქვეყნები ეს იყო ეთილდღეობის, წინსვლის, თქვათ, სტაბილურობის სინონიმი, ხომ 4 დღიანი სამუშაო დღეები, შურვაშკლავიანი სასტუმროები, მაღალი ხელფასები, უკვე ისე იყო განვითარებული მსოფლიო რეალურად ნავთობის მონარქიები ეგრეთ კაპიტალი დაებანდებინა და დასავლეთიდანაც უკვე ბევრი ბიზნესი გადადიოდა. მაგრამ ამ ქვეყნებმაც ჩემი გადმოსახედიდან დღეს საკუთარ თავს შეუქმნეს უფრო საკუთარი თავი ზედმეტად დააიმედეს იმით, რომ ამერიკული ბაზები განაპირობებდა მათ სტაბილურობას. მაგრამ დაიწყო ირანის ომი, 2 თვეც არ გასულა ფაქტიურად და პირველი რაც მოხდა ეს იდეა ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყნის ბაზა არის შენი სტაბილურობის სამხედრო წარმომადგენლობა ზოგადად არის შენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, დაიმსხვრა სრულად. რატომ? იმიტომ რომ პირველი ირანელებმა რასაც შეუტიეს, ეს იყო უშუალოდ ამერიკული ბაზები და ამერიკულ ბაზებს ეს გაცდა უკვე და ხედავთ, რომ სასტუმროები და ამ ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურა იბომბება. და ყველაზე ტრაგიკული მაგალითად ემირატების ყველაზე ტრაგიკული ბოდიში თუ კიდევ გაწვატინებთ ის არის, რომ ანუ ეს ქვეყნები ირანთან უშუალოდ სამეზობლოში არიან. ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ყველა ქვეყანა ხშირად ცვლის თავის საგარეო პრიორიტეტებს. შეიძლება საერთოდ მათ გადაწყვიტონ, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში გადადიან ან აზიის მანევრების სხვა მიმართულებით და გავიდნენ ამ რეგიონიდან. მაგრამ ამ ქვეყნებს ხომ მოუწევთ ირანთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის რაღაც გარკვეული მერე როგორც თქვა მოდუს ვივენდი და რაღაც ანუ მეზობლობის ფორმატის შექმნა და აი ამ ყველაფრის შემდეგ ეს რამდენად რეალისტური ეს უკვე სხვა საკითხია. და ჩვენ ეს იმიტომ უნდა გავთვალისწინოთ, რომ როდესაც შენ ხარ მოქცეული თურქეთს, ირანს, რუსეთს შორის აღარ საუბრობ უკვე ახლო აღმოსავლეთზე და უფრო შორეულ სამეზობლოზე. არ შეიძლება რომ შენ რადიკალურად რომელიმე ეს ერთი პოლუსი გქონდეს და იღწოდე იქ და პირიქით ცდილობდა იმას, რომ ამ რეგიონში მეტი დაძაბულობა შემოიტანო. პირიქით პატარა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ის უნდა იყოს, რომ დაძაბულობა შეუწყოს ყველანაირად თავისი რესურსებით ხელი დაძაბულობის განმუხტვას. აი რამოდენიმე წლის წინ ჩვენთან შედგა სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა და ჩვენ საკმაოდ კარგი მედიაცია გავუწიეთ ამ ქვეყნებს. ომის დროსაც საქართველოს ტერიტორია გამოიყენებოდა ტყვეებს შორის. კი, აი სწორედ ეს ამაში ვხედავთ საქართველოს თავარ ფუნქციას, რომ პირიქით. ანუ ავსტრიის როლი გინდათ, რომ ავსტრიის როლი ეს რეალისტურია, გუშინ ეს არ იყო რეალისტური, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ ქვეყანა სამყაროს ყავდა ერთი ჰეგემონი და რეალურად მთელი მსოფლიო იმართებოდა ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო ამისი აი ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომ მთელი მსოფლიო თქვათ მართულიყო ვაშინგტონიდან, ეს რთული იყო შენ გესაუბრა შენ ნეიტრალიტეტზე, იმიტომ რომ ამის საშუალებას არ მოგცემდნენ. იქამდე კიდევ შენ ერთი იმპერიის ნაწილი იყავი და ნეიტრალიტეტზე და ზოგადად საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტი იყო და დღეს როდესაც ჩვენ ხედავთ რომ ეს საერთოდ სხვა ტიპის ურთიერთობები ყალიბდება ქვეყნებს შორის ჩვენ ხედავთ რომ ანუ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ვინ მონაწილეობს ვიტკოფი, კუშნერი და აქედან დიმიტრევი, ანუ სამივე არის ბიზნესიდან წამოსული ხალხი, ანუ როდესაც პოლიტიკაში უკვე ბიზნესის გენელი უფრო იმატებს, ხო? ამიტომ შენც ეს შენი გზები და გეოგრაფიული მდებარეობა უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ეკონომიკური ინტერესები მოიზიდო დიდი ქვეყნების და ყველა ქვეყანა მაგ თავისი ეკონომიკური ინტერესები რო ჩადოს. ოღონდ ეს რა საკვირველი არ უნდა ხდებოდეს იმ გაიდლაინებით, რაც გარედან იყო მოხეული გარკვეული ფინანსური ინსტიტუციებიდან, თურმე შენ რომ იქცე მხოლოდ ვთქვათ ბანანების რესპუბლიკა და მხოლოდ სერვისები გაუწიო ვთქვათ ტურისტებს თუ სხვადასხვა. ამაზე მაინტერესებს აი ხედვა ეკონომიკური, იმიტომ რომ დაახლოებით ჩვენ ხელა რო ვიყავი, მაშინ მემარცხენე იდეები ჩემთვის უცხო არ იყო, პირიქით სააკაშვილის პერიოდია. და მაშინ იქ ნეოლიბერალიზმი იყო ძალიან ესეთი დეკლარირებული. და ბენდუქიძის პოლიტიკა ყველაფრის პრივატიზაცია უნდა და იქ ვიბრძოდით რომ რაღაცა სოციალური პაკეტები დაგვეცო და სოციალური პოლიტიკები ყოფილიყო. მაშინ გააქვთ შრომის კოდექსი, მაშინ გააქვთ ბევრი რაღაცა გააქვთ მაშინ. მახსოვს მე ეს პერიოდი, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ზოგადად მახსოვს. ხო და აი შენი ხედვა, ახლა მოდი საგარეო პოლიტიკაზე გავიგეთ. აი შიდა სოციალური საკითხები და შიდა ეკონომიკური საკითხები. მით უმეტეს ეს აი ხონდა დავინახო ნეიტრალიტეტისგან რას ვიღებ, ხო? მარტო ის ხომ არ არის რომ გეოპოლიტიკა, იმიტომ გეოპოლიტიკაზე შეურანძეს ლაპარაკობდა და ამ დროს ქვეყანაში ესე იგი ძიმე სოციალური პოლიტიკა იყო. მაინტერესებს დავინახო ნეიტრალიტეტის ესე ვთქვათ ეკონომიკური მხარეც. როგორ წარმოგიდგენია შენ? ჩვენ ზოგადად ეკონომიკური ხედვა და ჩემი პირადად არის ის რომ
არ ნებისმიერი ეს იდეოლოგია თუ ეკონომიკური მოდელი, რომელიც დაწერილია წიგნებში, კომუნიზმი, თქვათ, ლიბერალური ეკონომიკა, ყველაფერი არის თეორიულ დონეზე, მაგრამ პრაქტიკულად შენ ის რომ განახორციელო, ანუ საჭიროა რომ გაითვალისწინო, ანუ შენი ქვეყნის მოცემულობა. ჩვენ ნახეთ რომ კომუნიზმი არ აღმოჩნდა, რადიკალური მემარცხენე იდეოლოგია არ აღმოჩნდა, მომგებიანი და ამან კრახი განიცადა. მეორე მხრივ ამ ვთქვათ ლიბერალურმა ეკონომიკამაც არ გაამართლა ჩვენი იმედები, ვნახეთ რომ საწარმო ვერ მოვახდინეთ ჩვენ აი სწორედ გარედან წამოსული დირექტივების საფუძველზე ჩვენ დავკარგეთ ძალიან ბევრი საწარმო, ძალიან დიდი ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, გაუქმდა სამუშაო ადგილები. ვერ მოვახერხეთ ის რომ დაგვეცვათ ჩვენი ბაზარი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ჩვენი ეკონომიკური ინტერესები დაგვეყენებინა პირველ რიგში, პირველ პრიორიტეტად, ხომ? დღეს ჩვენ ხედავთ რას რომ ის მითი რომ სახელმწიფო ხო არის ცუდი მენეჯერი და რომ სახელმწიფო არაფერში არ უნდა ჩაერიოს, ეს ჩაბარდა წარსულს, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთში უკვე ჩვენ ხედავთ რომ სახელმწიფო სულ მეტად და მეტად ცდილობს რომ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში საკუთარი როლი გაზარდოს. საქართველოს შემთხვევაშიც ერთი რამე რაც უნდა იყოს ხელშეუხებელი, ეს არის კერძო საკუთრება, რასაკვირველია. ყველას უნდა ქონდეს იმის უფლება, კერძო საკუთრების უფლება, იმის უფლება რომ საკუთარი იდეა თუ გააჩნდეს, საკუთარი ხედვა ქონდეს თავისი საკუთარი ეკონომიკური აქტივობის განხორციელების საშუალება. უნდა იყოს რასაკვირველია, არ უნდა იყოს სახელმწიფოს. აი, სულ ეს მომენტი იყო. მაგალითად, გვასწავლიდნენ, რომ სახელმწიფო კომპანიები ცუდია. მაგრამ რატომ არის კარგი სხვა სახელმწიფო კომპანიები? მაგალითად, სოკარი, რატომ არის კარგი? ანუ კარგზე და ცუდზე რას ვამბობ? ლიბერტანიანური იდეით სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, მაგრამ თუ სხვა სახელმწიფო კომპანიები შემოდიან, ხო? რანაირად არის ეს კარგი, რა ლოგიკით არის ეს კარგი? ანუ მე ესე იგი პასუხებდით რომ ანუ თუ უცხოური ინვესტიცია შემოდის, მაგრამ თუ შენ ამ ინვესტიციის განხორციელება გათვალისწინებული გაქვს შენი ქვეყნის ინტერესები, თუ შენ უბრალოდ მხოლოდ ერთი ხელის გახსნით კი არ ხსნი ბაზარს, თქვათ, აი თქვათ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება რომ ავიღოთ, ხო? კი, გასაგებია რომ რაც მე ქვეყანასთან გაქვს აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა, ეს მხოლოდ კარგია, მაგრამ რომ შეხედო აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, ვისთანაც შენ ვაჭრობ, გაქვს სავაჭრო დეფიციტი, უარყოფითი სალდო, დიახ, რატომ? იმიტომ რომ ესე იგი შენ ვერ ახერხებ შენი ბაზრის ეფექტურად დაცვას, ხომ? ანუ პროტექციონიზმი ეს გარკვეული სახელმწიფოს გარდა მე მგონი არ არსებობს ინსტრუმენტი რომელსაც აი რატომ არის რომ სოფლის მეურნეობაში როდესაც საქართველოს ესეთი ნაყოფიერი მიწები აქვს ვერ ხდება თქვა დიდი გარღვევა რომ თქვა ბევრი მიწა დაუმუშავებელია რომ აი თქვა ელემენტარულად ყველაფერი რასაც ჩვენ უყურებთ იმპორტირებულია ხომ როდესაც საქართველოს რომ შევხედოთ შეიძლება ძიმე მრეწველობა და მანქანათმშენებლობა და ის დღევანდელ კონტექსტში ესე უახლოეს მომავალში რთული განსახორციელებელი იყოს, მაგრამ სუბუქი მრეწველობის საკმაოდ კარგი ტრადიციაც გააჩნია, ადამიანური რესურსიც და ის ფინანსური რესურსები, ფინანსური სახსრები, რასაც მოითხოვს ამ დარგის განვითარება არსებობს ქვეყანაში. მაგრამ სწორედ იმ ხედვით, რომ ქვეყანის სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს, რომ მხოლოდ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს ყველაფერი, ჩვენ ხედავთ, რომ არ ვართ თანასწორ პოზიციაში დიდ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენ რომლებიც ჩვენ საზღვრებთან არიან, ხშირად ისინი შეიძლება დემპინგურ ფასებსაც მიმართავდნენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვაქვს ადეკვატური პასუხები და გავმართოთ დემპინგური ფასი არის ის, რომ დაბალი ფასით შემოაქვს, მაგრამ პროდუქცია იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება ჩაძიროს და მე როდესაც ის მონოპოლური ხდება, უკვე წევს ფასს საკუთარ. ასევე სახელმწიფომ ჩვენ ნახეთ აი ანუ იაფი აგროკრედიტების ჩვენ ნახეთ რამოდენიმე წელს არ გაამართლა რატომ ანუ უფრო აქტიურად არის უშუალოდ ის მექანიზმი უნდა დაინერგოს თუ რა პირობით გაიცემა ეს კრედიტი რა პროცენტში და რამდენ ხანში გასაგებია რომ როდესაც ჩვენ ისეთ მიმართულებებს განვიხილავთ როგორც არის სოფლის მეურნეობა თქვა როგორც ჩემი ერთ-ერთი თავი პრობლემა არის საბანკო სფერო გასაკვირველია რეალურად ეს ბიზნესის დამხმარე ელემენტი არ არის საქართველოში პირიქით თავის ესე იგი ხშირ შემთხვევაში დაინტერესებული რომ წარუმატებელი იყოს შენი ბიზნესი. და ეს საკმაოდ ევროპას თუ შევადარებ ძალიან მაღალი პროცენტები არის ბანკის. ეს ბანკები ხშირად საქართველოს შეიძლება ქართული სახელები გააჩნიათ, მაგრამ საერთოდ ანუ ქართული კაპიტალი მათში ძალიან მცირეა და ჩვენ ხედავთ იმას რომ ანუ ის რეალურად
ქვეყანა რომ განვითარდეს აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური აგენტი უნდა სახელმწიფოს ედგას გვერდში იმაში რომ ქვეყანა წინ წავიდეს და გაძლიერდეს და როდესაც ხედავ რომ პირიქით არის აი თქვათ საბანკო სფერო რო ავიღოთ ხშირად ეს მსხვილი ბანკები ცდილობენ იმას რომ პირიქით მეტი სარგებელი მიიღონ ხალხის ხარჯზე და არ არის არანაირი თქვათ სოციალურ პასუხისმგებლობას ისინი არ გრძნობენ ქვეყნის წინაშე ეს რასაკვირველია რომ ქვეყნის წინსვლას ხელს შეუშლის. ახლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ალბათ ეს შენთვის ახლო საკითხი უნდა იყოს. ესა მიგრაციის საკითხი. იმიტომ რომ ამ ბოლო წლებში სახელმწიფოს წარმომადგენლობას აღიარეს რომ გაიზარდა ეს მიგრაციული საკითხი საქართველოსდან გაედინება ახალგაზრდობა ჩემი აზრით ისევ ფინანსურ ინსტიტუტებთან მიდის და ესე იგი ასევე მიდის ბინადრობასთან ანუ ბინადშენებლობის საკითხთანაც დაკავშირებულია ახალი ოჯახი ჭირდება ცალკე ბინას მე ბანკი ადგილობრივი სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ეს და ამიტომ გაიზარდა ეს მომენტი. აი როგორ ხედავ შენ მე მაგალითად ეგ საკითხი ძალიან მაწუხებს და საბოლოო ჯამში მინდა რომ ვიღაცამ შემომთავაზოს სწორი ხედვა და რეალისტური ხედვა რაც თავარია როგორ უნდა დავაბრუნოთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები რომ აქ სამუშაო ძალის ჩანაცვლება არ მოხდეს იმიტომ რომ ბუნებრივად მოხდება ამ შემთხვევაში ოფრო ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ჩვენთან დაიკავებენ იმ ადგილს რაცაც მაგალითად ქართული არ იკავებს და ნუ პრობლემა იქნება. მესმის რომ ამის სრულით მოსვლობა შეუძლებელია, მაგრამ ისე რომ ეს არ იყოს წახალისებული და ისე რომ რაღაცა რეგულაციები იყოს, როგორ წარმოგიდგენია ხა? გასაგებია რომ შენ არ ახარ გადამწყვეტი მიმღები, მაგრამ შენ უკვე წარმოადგენ პარტიას და წარმოადგენ ადამიანებს, რომელსაც აქვს ხედვა. ამასთან დაკავშირებით, დაგითანხმებით იმაში, რომ დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ხედავთ, რომ გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკური კავშირები თუ ადამიანთა შორის კავშირები გახშირებულია და ესეთი ინტენსივობით არადროს არ ყოფილა, გასაგებია, რომ ზოგადად მიგრაცია თუ ექვემდებარება კონტროლს და თუ ის პასუხობს მოქალაქეების ქვეყნის ინტერესებს, ამაში ეს არ არის ნეგატიური მოვლენა, რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკა თუ სწრაფი ტემპებით ვითარდება, შესაძლებელია რომ პირიქით მოსახლეობის კეთილდღეობაც თუ იზრდება, დარჩება ისეთი სფეროები, სადაც ადგილ მოსახლეობას არ მოუნდება მუშაობა და შეგიძლია მოიწვიო მუშახელი თქვა სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისე როგორც ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ჩვენთან ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა. როდესაც მსხვილი ბიზნესი ხშირად ცდილობს იმას, რომ იაფი გადაუხადოს საკუთარ თანამშრომლებს და საქართველოს მოქალაქის მაგივრად დასაქმებს უცხოელს, ხომ? პირიქით ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა უკვე იმ დონეზე ავა, რომ მას აღარ მოუნდება თქვა იმ სფეროში მოღვაწეობა, რაც დაბალანაზღაურებადია. მაშინ ეგ სტრუქტურული მომენტია, მე ყოველთვის ამას ვსაუბრობ, რომ შეუძლებელია შენ, დაიცვა მაგალითად იაფი შრომა. შეუძლებელია ვერ დაიცვა. შენ ალტერნატივა უნდა შეთავაზო, ეგ ჩემი ხედვაა. შენ უნდა შეთავაზო ესე განვითარების ეკონომიკა. შენ უნდა შეთავაზო, რომ ქართველები გლოვში კი არ დასაქმდნენ, პირობითად ვამბობ. დასაქმდნენ უფრო მაღალ კვალიფიცირებულ სამუშაო ადგილებს. და შენ უნდა უზრუნო, მე ეგეც წარმომიდგენია. ზოგადად ამას ჭირდება ბევრი დარგის განვითარება. საქართველოში დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ტურიზმი, თქვათ ეს სერვისები, საგინ საბანკო სერვისები, ვიღოთ საკმაოდ განვითარებულია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ თუ გვინდა რომ თქვათ როგორც ამბობ ადრე იყო ეს ტერმინი მესამე მსოფლიოს ქვეყანა გავხდეთ წარმატებული ქვეყანა და ეკონომიკურად მეტნაკლებად თვითკმარი, ახლა ავტარკიული ქვეყანა დღე 21 საუკუნეში ვერ ვიქნებით. ეს კონტინენტური ქვეყანებს შეუძლიათ მარტო და ისინიც კი არ არიან. კი, მაგრამ აი შეგვიძლია ელემენტარულად რომ აი რამოდენიმე ის მიმართულება რაც ვახსენე თქვა სუბუქი მრეწველობის განვითარება ეს იქნება თქვა სოფლის მეურნეობაში ჩვენ ხედავთ რომ თქვა ისტორიულად რომ გადავხედოთ ახალი რომ არაფერი არ მოვიგონოთ ქართულ ჩაის თქვა კიდე ციტრუსებს ჰქონდათ დიდი პოპულარობა და შესაძლებელია ამ დარგების განვითარება ხო ელემენტარული რა ვიღოთ აი დღეს ნებისმიერი განათლება რეალურად არა მხოლოდ პირდაპირ მოქალაქეების თქვა ცნობიერებას და კულტურას ამაღლებს, არამედ ეკონომიკაშიც დიდი წვლილი შეაქვს. აი ხედავთ, რომ სტარტაპები, აი თქვა IT სერვისები თუ რამხელა შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს ქვეყნისთვის და ეს სწორედ აი ამ მიმართულებით თუ მოხდება მეტი ინვესტიცია და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა, იმიტომ თუ სახელმწიფო გაიწევა და მხოლოდ კერძო ბიზნესს მიანდობს ამას, უახლოეს მომავალში რთულად მეჩვენება შესაძლებელი რომ ეს ამოცანები განხორციელდეს, მაგრამ თუ კი სახელმწიფო პირიქით
პირიქით მეტად ჩაერთვება და სუბსიდიების სახით იქნება ეს თუ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით შესაძლებელია რომ ეს მიმართულებები განვითარდეს ანუ ეს არ მოითხოვს ძალიან დიდ ადამიანურ კაპიტალს უფრო აქ ვიფიქრობ ორგანიზაციული და ფინანსური საკითხებია და საქართველოს ზონის ქვეყანას შეუძლია რეალურად ახლა ესტონეთის მაგალითი მინდა მოვიყვანო ხომ საქართველოზე მოსახლეობითაც და ზომითაც პატარა ქვეყანა არის მას სტარტაპები საკმაოდ კარგად განვითარდა რეალურად ახლა გასაგებია რომ შეიძლება სილიკონის ველი ვერ შეიქმნას ანუ საქართველოში და 500,000 IT-ის სფეროს წარმომადგენელი არ გვყავდეს მაგრამ ის რომ თქვა საშუალო ზომის ქვეყანას რაც ჭირდება ის რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უზრუნველყოფა და ამ სერვისების ექსპორტზე გატანა მე სრულიად რეალისტურად მიმაჩნია. მოდი კიდე ერთ შიდა საკითხს შევეხოთ და მე უკვე გადავიდეთ აი ამ იმ საკითხზე რადგან მე შევთანხმდით. ეს უნდა უთხრათ რომ სულ სხვა საკითხებზე მოვიწვიე უნგრეთზე სასაუბრო და აბსოლუტურად სხვა საკითხებზე დავიწყოთ საუბარი, მაგრამ საინტერესოა. აი ჩემთვის ეს მე სულ კითხულობ, სულ მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტის საკითხი. სულ ბევრს კითხულობ. და ეხლა ფაქტია რომ არსებობს რამოდენიმე სახელმწიფო ამის ცენტრი ერთ-ერთი ისრაელის ხდება და მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში ბევრი იწერება ამაზე რომ მომავალი ეკონომიკა ექნება გაძლიერებული გძლიერი იმას სადაც იქნება აი ცენტრები ხელოვნური ინტელექტის ცენტრები საქართველოს არის ცოტა ისეთ მდგომარეობაში ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს რაღაც ინტელექტუალური პოტენციალი მაგრამ მეორე მხრივ ესე ვიტყვი, ეს ვერ განხორციელდება დიდი სახელმწიფო რაღაცა პროექტების გარეშე. ფაქტია რომ ჩვენ ახალ ერაში შევდივართ, ფაქტია რომ ჩინეთმა უკვე ჩვენ გვაჩვენა რობოტიზირებული არმია, იმ რობოტიზირებულ არმიას დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი ჭირდება, ანუ ახალ ეპოქაში შევდივართ. თვისობრივად სხვა ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ ეპოქაში შევდივართ. ესაც ხო არ არის ყველა საუბრობს ამაზე. დაოში ამაზე იყო საუბარი. ყველა საუბრობს და საქართველოს თითქოს ამოვარდნილია ამ დისკურსიდან თუ აკვირდები. ეს შენი აზრით დაკავშირებულია იმასთან რომ ჩვენ ჯერ არ აგვაქვს ეგეთი ეკონომიკა რომელიც აი ტექნოლოგიებზეა მიბმული ამის გამო არის ის თუ უბრალოდ ჩვენი რაღაცა ცნობიერება პოლიტიკური ცნობიერება ძალიან ცოტა რეტროგრადულია ამ მიმართულებით და ვერ ხედავს მომავლის პერსპექტივებს რაც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტით. სწორად აღნიშნეთ ის რომ ხელოვნური ინტელექტი ეკონომიკურ უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში იღებს ერთ-ერთ მთავარ როლს, რატომ? იმიტომ რომ ის პირველ რიგში ამცირებს საოპერაციო დანახარჯებს, როგორც შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ ადამიანი, თქვათ, ადრე თუ ელემენტარულად რომ თქვათ, კონკრეტული დავალების თუ კონკრეტული ოპერაციის განხორციელებაში საჭირო იყო 10-15 ადამიანის ჩართვა, ეს ასაკვირველი ადამიანურ რესურსს ამცირებს. ეს ასევე უფრო მოხნილს ხდის ბევრ საბანკო სფეროს, განათლების სფეროს, ბევრ სხვადასხვა სფეროს, მაგრამ ასევე მინდოდა ის მეთქვა, რომ საქართველოს ასაკვირველია 3 მილიონიანი ქვეყნით არ შეუძლია ამ პროცესში გარღვევა გააკეთოს. უნდა ვიყოთ რეალისტურები, მაგრამ მეორე მხრივ აი ეს ხელოვნური დანერგვაზია საუბარი. აი რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ხო? ანუ იმ ფუჭის საუბრის მაგივრად რომ სადღაც ინტეგრაციას ვეღებთ, ანუ გარე მოწოდებები, ჩვენ შეგვიძლია პრაგმატულად დიდ ქვეყნებთან ვაწარმოოთ. ამ საკითხზეც, ანუ საუბრები რომ ჩვენ მათთან ერთად, ანუ მათთან კოორდინაციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და განვავითაროთ ეს და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში, ხო? იმიტომ რომ ხედავთ რომ აი ელემენტარულად ყველაზე საყოფა ცხოვრება დონეზეც რომ ავიღოთ, ხო? პროდუქტ მაღაზიებიდან დაწყებული ტრანსპორტის დამთავრებული დღეს უკვე ყველაფერი ვითარდება ხელოვნური ინტელექტის გარშემო, ხომ და ჩვენ რასაკვირველია არ უნდა ჩამოვჭეთ ამ პროცესს პირიქით, შეგვიძლია რომ ერთ-ერთი ლოკომოტივის როლი შევასრულოთ და ეფექტურად დავნერგოთ და ამისთვის საჭირო არის აი დასავლეთთან მე არ ვამბობ, როდესაც საუბრობ იმაზე რომ ევროინტეგრაცია ეს ილუზია იყო, იმაზე რომ ჩვენ პირიქით უნდა ხიდები ჩავტეხოთ და იზოლაცია მოახდინოთ დასავლეთიდან და ნებისმიერი სხვა პოლუსიდან, ხო პირიქით ჩვენ მათთან უფრო ჭიდრო, მაგრამ ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. აი თუ მათ რაიმე სასარგებლო საინტერესო წინადადება გააჩნიათ საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ რასაკვირველია ყველაფერს ამას ხელი უნდა შევუწყოთ. მე მაგათაც გონია ინიციატივა ეს კარგი მაგალითი არის, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეთი პროექტი იქნება, სადაც საქართველოს და დასავლეთის ინტერესები დაემთხვევა და ჩვენ აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და ყველა დარგში უნდა ვითანამშრომლოთ, რაც ჩვენს ინტერესებს
რაც ჩვენ წესებთან მოდის მე შესაბამისობაში. მაგალითად აი ერთს დავამატებდი. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ის, რომ მას აქვს პოტენციალი ჰესების შენებლობის, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ზრდის ელექტრომოხმარებას. არა მარტო ესე იგი ხელოვნური ინტელექტი, არამედ ზოგადად მომავლის ტექნოლოგიები, მანქანები, ელექტრომანქანები და ასე შემდეგ. და საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ გქონდეს ბევრი და იაფი ელექტროენერგია. თუ ის გამოიყენებს აი ამ რაღაც ჰესების ცირ არა აქ საუბარი არ არის მასშტაბურ ჰესებზე, ხო, მაგრამ ის რომ ჩვენ გეოგრაფია გვიწყობს ხელს საამისოდ, ესაც შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი რაღაცა პლუსი. სენსიტიური საკითხია, ნუკრი რატომ? იმიტომ რომ ჰესები ერთ მნიშვნელოვნად გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ასევე როგორც გონაღშეთ ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ჩვენ არ შეიძლება რომ იყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე, რატომ? პირველ რიგში ეს უფრო მოწყვლადს ხდის და დამოკიდებულ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მეორე ის ნეგატიურად აისახება მოხალხეების ჯიბეზე, იმიტომ რომ მათ მეტი ტარიფების გაწვირების ერთ-ერთი საბაბი ესეც არის და მესამე ის რომ ინვესტორისთვის ეს ნაკლები ფინანსური რესურსები და ინვესტიცია შემოაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ რომ ჩვენი საზოგადოება ამაზე ძალიან სენსიტიური არის და ძალიან რეაგირებს, ხო? რატომ? იმიტომ რომ ხშირად ეს არასწორად მიდის მათ მოსახლეობამდე ინფორმაცია არ ხდება ალბათ საკმარისი ახსნა განმარტებები და ეს იწვევს ხოლმე რაღაც გარკვეულ გაუცხოებას საზოგადოების და გაღიზიანებას და ალბათ შემდეგში აი რა გაკვეთილებით დავინახეთ დამახანხისთან დაკავშირებით თუ სხვადასხვა პროექტებთან ის არის რომ მოსახლეობას ამდა მოხდეს მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა ალბათ და მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ქართული საზოგადოება შეიძლება ხშირად მერყეობდეს, მაგრამ ყოველთვის საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას იღებს და ყოველთვის პრაგმატულად ნამახანხისთან დაკავშირებით იყო ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და მე მგონია წინა თემასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო მას არ აშენებდა, თურქული კომპანია აშენებდა. ჩვენ გვჭირდება რეალურად რომ ეს სფერო ეკუთვნოდეს არა უცხოურ ინვესტიციას, არამედ ადგილობრივ სახელმწიფოსი იყოს. ნუ შეიძლება სადღაც სახელმწიფო ვერ წვდება, იქ გასაგებია, მაგრამ მაინც სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს საკონტროლო პაკეტი. სულ მცირე როგორც სწორად აღიჩეთ საკონტროლო პაკეტი რატომ? იმიტომ რომ როდესაც ეხება საკითხი ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორც არის განათლება, მედიცინა, თქვათ ენერგეტიკა, ხომ? ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ არის, თქვათ, შეიძლება სახელმწიფო არ ერეოდეს რომელიმე მაღაზიის ან სილამაზის სალონის ოპერირებაში, მაგრამ როდესაც ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, არ შეიძლება რომ შენეს მხოლოდ მიანდო გინდ ქართულ ან მით უმეტეს უცხოელ ინვესტორს, ხომ? რატომ? იმიტომ რომ მას გააჩნია მხოლოდ ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესები და სახელმწიფოს ამასთან ერთად რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გააჩნია პასუხისგებლობა, სოციალური პასუხისგებლობა, ხო, საკუთარი მოხალხეების მიმართ. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მოხალხეების ინტერესი უნდა იყოს ამომავალი წერტილი და არა ის, რომ თქვათ, რომელი ბიზნესი რამდენ დივიდენდს მიიღებს კონკრეტული ბიზნესიდან. და ჩვენ ვნახეთ სწორად, რომ აი ხშირად, როდესაც ტარიფებთან დაკავშირებით, როდესაც ხედავთ, რომ მოხალხეებს საკმაოდ უნეულად გადაახდეს გადაწყვეტილებები და არ უჭერენ ხარს ისინი ტარიფების გადას. ერთულია მათ აუხსნა ხშირ შემთხვევაში ამის მიზანშეწონილობა და ეს სწორედ სახელმწიფოს მართვის შემთხვევაში ალბათ ეს რისკები უფრო დაზღვეული იქნებით ამ რისკებისგან და უფრო მოხალხეთა ინტერესიც უფრო გათვალისწინებული იქნება. კარგი და სასიამოვნო. გადავიდეთ ძირითად თემაზე. გადავიდეთ. რადგან ესე იგი ამ პერიოდში უახლოესი ამბებია უნგრეთთან დაკავშირებული ამბები. ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა. მაგიარის, აი სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაძიარი, რა ვიცი. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ ნუ მაგიარი შევთანხმდეთ მაგიარს. მოვიდა ხელისუფლებაში და ჩემი ვერსიაც გეტყვიდა. ნეთანხმები თუ განსხვავებული აზრი აქვს, მაინტერესებს. ჩემი აზრით ესეთი ტიპები არიან გამოსავალი დღეს და რა გაგებით. ის ლიბერალური პოლიტიკური პაკეტი, ლიბერალიზმი ხო არ იყო მარტო ერთი პოლიტიკა. ლიბერალიზმი იყო პაკეტი, რომელიც ეხებოდა მაგალითად რუსეთთან დამოკიდებულებას, ეხებოდა საიმიგრაციო პოლიტიკას, ეხებოდა სექსუალურ საკითხებს და სხვადასხვა საკითხებს, ეხებოდა კულტურულ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ამ პაკეტებმა მიიღო რაღაც რელიგიური ხასიათი და
მოუქნელი იყო საბოლოო ჯამში. და ჩემი აზრით არც ეს ევრობიუროკრატია არ არის მზად რომ ეხლა ეგ რელიგიური საკითხები, რელიგიური დონეზე აყვანილი პოლიტიკები უკან წაიღოს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ესეთი ადამიანები მოვლენ, ეს ამათ უკვე აქვთ პრაგმატიზმის ელემენტები. ისინი აღარ იქნებიან ესეთი მოუქნელები და მე მგონია თვითონ ლიბერალებიც საკუთარ თავს გამოაცხადებენ გამარჯვებულებად, მაგრამ იმ პოლიტიკურ პაკეტებს აღარ დააბრუნებენ პრინციპულად. მე ესე ვუყურებ, რომ ის პოლიტიკური პაკეტები არ ბრუნდება. მე ვუყურებ ესე რომ ახალი, ესე იგი, გამარჯვებები ამ ლიბერალების არ იქნება დაკავშირებული ძველი პაკეტების დაბრუნებით და რესტავრაციით, ესე ვთქვათ. ზოგადად რთულია ალბათ ის პაკეტები და ის იდეოლოგია დააბრუნო, რაც უკვე მილევად რეჟიმშია დღეს და რის მიმართ ინტერესი და რწმენა უკვე უშუალოდ დასავლეთშიც სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს, იმიტომ რომ ამ მიდგომებმა, ამ ლიბერალურმა, ულტრალიბერალიზმმა ჩვენ ხედავთ თუ რა მოუტანა ევროპელ ხალხს, ეს არის უსაფრთხოების პრობლემები, იმიტომ რომ უკონტროლო მიგრაცია სწორედ ადამიანის უფლებებით ამართლებდნენ. ამან მოუტანა ის ჩვენ ნახეთ რუსეთთან დამოკიდებულებაშიც რო თქვათ ის რომ აი ანალენა ბერბოკის გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობილი გამოსვლა იყო მახსოვს რომ კიო შეიძლება ეს სანქციები არ აისახოს დადებითად გერმანულ მოსახლეობაზე, რადგან მათ გაუწვირდებათ ელექტროენერგია, გაზი, ეს ასაყურებელი გამოიწვევს შემდეგ ინფლაციას და სხვა პროდუქტებზე ფასების დასმა, მაგრამ რადგან ამას რაღაც ლიბერალური დღის წესრიგი მოითხოვს, მოხალხეების ინტერესებს უნდა შეეწიროს, ანუ ამ რაღაც ლიბერალურ დღის წესრიგს და ამან ჩვენ ხედავთ რომ გამოიწვია რა რომ ყველა აბსოლუტურად ეს რაღაც აქტიური ულტრალიბერალიზმის აპოლოგეტი შეიძლება ასე თქვას, აი ბორის ჯონსონის სახით, ეს შოლცის ადმინისტრაცია იქნება თუ გინდა ჩვენ ხედავთ თუ საფრანგეთის დღევანდელ პრეზიდენტს მაკრონს როგორ კრიტიკულ დონეზე აქვს რეიტინგი დასული, გამოიწვევს იმას, რომ ეს ხალხი პოლიტიკური ველიდან გაქრება და იმ ადიარის შემთხვევაშიც ხედავთ რომ ადამიანს კურს გააჩნია თვითგადარჩენის ინსტინქტი, პოლიტიკოს გააჩნია პოლიტიკურ თვითგადარჩენის ინსტინქტი და ნაკლებად სავარაუდოა ის რომ აგი არ მიმართავს ამ რადიკალურ რაღაც მემარცხენე იდეოლოგიას, რადგან ეს ამას უნგრელი ხალხი პირველ რიგში არასდროს მხარს არ დაუჭერს, არ უნგრეთის საზოგადოებაში ეს განწყობა არ არის და მათ ეს ბევრჯერ დაამტკიცეს ბოლო პერიოდში და არ იყო შემთხვევითი ის რომ ურბანის მთავრობა ბოლო 16 წლის განმავლობაში უწყვეტად მართავდა ქვეყანას და იქამდე ასევე ურბანს ჩვენ 99 წლიდან ხედავთ პოლიტიკაში და ასევე ისიც არ არის შემთხვევითი რომ უნგრეთი ყოველთვის საკუთარ ფასეულობს იცავდა 1956 წელს ჩვენ გვახსოვს საბჭოთა ჯარს თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს ხომ და როგორ უნგრული აჯანყება ერთ-ერთი ყველაზე ისე ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური ფაკუთხედი იყო რატომ იმიტომ რომ მათ პირველი უკმაყოფილება იყო ეს ხამაღან ნუ პირველი არა მაგრამ ერთ-ერთი პირველი უნგრეთში კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა მიიღო 10 მილიონიანი ევროპული ქვეყნისთვის რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს ბევრად დიდი განზომილება ჩვენ ნახეთ JD Vance-ის და ტრამპის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა ამაში ნახეთ რომ მთელი მსოფლიოს რეალურად ყურადღება სულ მცირე ყველა აბსოლუტურად ევროპის კონტინენტის იყო მიმართული მათკენ რატომ იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ უნგრეთის შიდა საკითხი ანუ ეს განსაზღვრავს რაღაც დონეზე იმ პოლიტიკას რაც წარიმართება არ მხოლოდ ამ ქვეყანაში შეანთ უშუალოდ ევროკავშირში იმიტომ რომ ბოლო წლებში ჩვენ ხედავდით რომ ურბანი და უნგრეთი იყო ერთ-ერთი მთავარი ბასტიონი შეიძლება ასე ითქვას ბრიუსელის წინააღმდეგ და ხშირად ისინი ცდილობდნენ რომ საკმაოდ საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წინააღმდეგობა გაეწიათ იმ ხშირად მავნე გადაწყვეტილებებისთვის რაც მიიღებოდა ევრობიუროკრატიის დონეზე და აი ამ 90 მილიარდის ესხის თქვათ საკითხი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის ასევე ის რომ თქვენ ხედავთ რომ თქვათ უნგრეთი იაფ ნავთობს იღებდა დრუჯბას და თურქეთის ნაკადის მეშვეობით რუსეთიდან და შემდეგ ხდებოდა ამ ენერგორესურსების გადაყიდვა ევროპის მესამე ქვეყნებზე ხომ ეს ყველაფერი რამდენად გაგრძელდება თუ როგორ წარიმართება უნგრეთის და ბრიუსელის და უნგრეთის და მოსკოვის ურთიერთობები ამას დრო აჩვენებს მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დღეს როდესაც მხოლოდ რამოდენიმე დღეა გასული ამ ადამიანის არჩევნა ვივარაუდოთ თუ რა პოტენციურად როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ ქვეყანაში. პირველი ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მადიარს როგორც უკვე ვაღნიშნეთ, როგორც ნებისმიერ პოლიტიკოს პირველ რიგში თვითგადარჩენის ინსტინქტით ამოძრავებს და ის არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რაც მისმა კოლეგებმა ჩაიდინეს ამ ბოლო წლებში ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, იმიტომ რომ
აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც საკუთარი ერის ინტერესებზე მაღლა ევრობიუროკრატიის ინტერესები დააყენა, პოლიტიკური კრახით დაამთავრა კარიერა. თან ახლა გაცხადებებით ისეთი აქვს, რომ არ ჩანს, რომ ის აპირებს დააყენოს მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ასევე ჩვენ რომ შევხედოთ საერთაშორისო კონტექსტს, ხომ აი ეს მინდოდა მე თქვა. ჩვენ ვხედავთ დღეს რა ხდება ომი ირანში, ენერგორესურსებზე ფასები იმატებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ის ნაპრალად დაპირისპირება, რაც არსებობდა კიდევ უფრო იზრდება და ასევე ნუ შიდა ევროპულ პრობლემებზე რო ვისაუბროთ, ალბათ მე მგონი აი ეს დრო არ გვეყოფა, იმიტომ რომ ინფლაციიდან დაწყებული უსაფრთხოების პრობლემები თუ მილიტარისტული რიტორიკით და მოდი მოკლედ რო ის არის. ყველაფერი ეს უწყობს ელოდები თუ არა პოლიტიკურ იდეოლოგიურ ცვლილებებს. პოლიტიკურ იდეოლოგიურ ცვლილებას ნაკლებად ველოდები, რატომ? იმიტომ რომ ეს როგორც არის უნგრელი ხალხის დაკვეთა ის რომ ისინი ვთქვათ არ გახდნენ ის რომ ვთქვათ დედა მამა და ვთქვათ უნგრეთში რო ერთგესიანთა ქორწინებას ხარს არ დაუჭერს უნგრული საზოგადოება ეს ცხადია ის რომ უნგრეთი ვთქვათ არ მოახდენს რაღაც პროუკრაინულ დიდ შემოტრიალებას ესეც ცხადია რატომ იმიტომ რომ პირველ რიგში უნგრელები ზაკარპატიის პრობლემა რაც ანუ უკრაინის ის რეგიონი რომელიც ისტორიულად უნგრეთს ეკუთვნოდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა უკრაინის შემადგენლობაში სადაც ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ და აი სწორედ ამ უნგრელების ავტონომიის პრობლემები თუ სხვადასხვა ხშირად ის პრეტენზიები რაც უნგრეთის მთავრობას გააჩნდა იმ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით რაც ეს ხალხი განიცდიდა იქ ეს არ არის უცხო უნგრელი მოსახლეობისთვის და ისინი ამას ძალიან სენსიტიურები არიან ამ საკითხზე ასევე ის რომ დღეს ვხედავთ რომ ყველაფერი ინფლაცია არის ყველაფერზე ფასები იზრდება უნგრული მოსახლეობა ალბათ არ არის მომართული იმისკენ რომ მილიარდებიანი სესხები მისცეს ანუ ლიბერალიზმის რესტავრაციას არ ველოდები არა პირიქით ლიბერალიზმის რესტავრაციას არ ველოდები იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მადიარის პარტია ტისა რეალურად აღმოცენდა ურბანის ფიდესის ბაზაზე ხომ ანუ მათ უბრალოდ მოხდა შემდეგ მათი პოლიტიკური გზები გაიყარა მაგრამ ეს არ არის იდეოლოგიური მე ნაკლებად ხედავ მათ შორის იდეოლოგიურ დაპირისპირებას ეს შეიძლება ბრიუსელი დღეს ცდილობდეს რომ თავის ტრიუმფად წარმოაჩინოს მადიარის გამარჯვება, მაგრამ რეალურად ეს არის ბუნებრივი პროცესი, როგორც ყველგან პოლიტიკაშიც არსებობს დასაწყისი და დასასრული ან სუმცირე შესვენება, ჩვენ ხედავთ რომ ურბანი უწყვეტად ამდენი წლების განმავლობაში 16 წლის განმავლობაში მართავდა უნგრეთს, იქამდე ჩვენ ურბანის ფიდესი ჩვენ ვახსოვს 1999 წლიდან რეალურად პირველი ის გამოდიოდა საკმაოდ აქტიურად საბჭოთა ჯარის გაყვანის ინიციატივით, თქვათ უნგრეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების ინიციატივით და ჩვენ ვხედავთ რომ ამდენი წელი ადამიანი აქტიურად არის პოლიტიკაში, სრულიად ლოგიკურია რომ ერთ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა მას ხარი არ დაუჭირს, თუმცა ის ინარჩუნებს უნგრეთის პარლამენტში აქტიურ პოზიციას და რაც მინდოდა მე თქვა ასევე აი patriots for ანუ ევროპის პატრიოტები patriots for Europe ანუ ეს არის ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი სიდიდით მესამე ევროპარლამენტში სადაც რომელიც ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი თავი პროპონენტი იყო უშუალოდ ვიქტორ ურბანი და აქ გაერთიანებულია საფრანგეთის მარინ ლეპენის პარტია ასევე იტალიის მელონის პარტია, ბევრი თქვათ ავსტრიელები და ბევრი დიდი პოლიტიკური ჯგუფები. ახალი მემარჯვენე ძალები და ის ანუ ამის რას ვთქვათ, რატო ვამბობ, რა საუბრობ ამაზე, ის რომ ურბანს შეიძლება დღეს უნგრეთში ვთქვათ, უშუალოდ ურბანის პოზიციები შესუსტდა, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნია ევროპის საგარეო პოლიტიკაზე, ევროპარლამენტში ზუსტად მისი სერიოზული ჯგუფის წარმომადგენლობით. ასევე მადიარ ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, ხომ? ჩვენ ახლა დღეს საქართველოში ვზივართ, არ შეიძლება რომ შეუძლებელად რთულია იმის განსაზღვრა თუ რა მოხდება უნგრეთში ან სოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის თუ რა დამოკიდებულება გააჩნიათ ამ ქვეყნებს დაამთავრებებს საქართველოს მიმართ. მადიარმა უკვე განაცხადა პირველ თავისი გამარჯვების პირველივე დღეებში განაცხადა იმაზე, რომ ის პატივსცემს ქართული ხალხის არჩევანს, ამიტომ მე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ თქვა ჩვენი ურთიერთობებს რაიმე ზიანი მიადგეს ამითი და პირიქით ჩვენ როგორც ღირსეული პარტნიორები მზად უნდა ვიყოთ, რომ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც ჩვენთან დაკავშირებით რაიმე საინტერესო ინიციატივა და ხედვა გააჩნია. და ასევე იმაზე მინდოდა კიდევ მისაუბრე სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებამი და ამ კონტექსტში განვიხილო. ხომ უკვე ჩვენ ხედავთ რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის
ერთ-ერთი პირველი პირი გამოდის და უკვე პირდაპირ უშვებს ნატოდან გამოსვლის საკითხსაც, აკრიტიკებს ბრიუსელს და ეს კიდევ ერთი გარღვევაა იმისა, რომ ევროპაში რეალურად დღეს სხვა ტენდენციები მოდის, ანუ არ შეიძლება ეს აღარ არის, როგორც იტყვიან, ცივი ომის შემდგომი ევროპა, სადაც მხოლოდ ლიბერალიზმის ტრიუმფი ვნახეთ. გუშინდელი დღე არის უკვე ლიბერალური ჰეგემონია. როგორც კომუნიზმი დარჩა გუშინდელ დღეში ევროპაში და ვარშავის პაქტი დარჩა გუშინდელ დღეში და აღარ არსებობს, ალბათ ევროკავშირი და ნატოც რეალურად ამ გზაზე მიდის. უბრალოდ ეს უკვე დროის ამბავია. ჩვენთვის თავარი ის არის, რომ ეს უმტკივნეულად მოხდეს, ევროპელი ხალხი არ დაზარალდეს ამით და პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა არ მოხდეს ამ რაღაც турბულენტურ ეპოქაში სახიფათო ადგილას და უსაფრთხოდ გავიაროთ ეს პროცესი და დანარჩენს უკვე დრო ანახებს. მადლობა ვახტანგ, მადლობა. აი რაზეც ესე იგი ამ წლები ვფიქრობდი და რაც გავიარე ცხოვრებაში, აბსოლუტურად ესე იგი იდენტური არის ჩემი ხედვა და შენი ხედვა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში და ძალიან მიხარია, რომ გულწრფელად გეუბნები, რომ პოლიტიკაში მოდიხარ, მოხვედი უფრო სწორედ და ეს ჩემი აზრით ახალი ენერგია იქნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მობეზრდა ხალხს ძველი პოლიტიკოსები, საჭიროა ახალი ძალები და მიხარია, რომ გაცნობიერებულად მოდიხარ და არა ესე გაუცნობიერებლად როგორც ბევრი მოდის. მადლობა პირველ რიგში. მეც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეუძლებელია ყველა საკითხის, რასაც ჩვენ შევეხეთ დეტალურად განხილვა, მაგრამ რაც ამ პოდკასტის მთავარი მიზანი იყო, ჩვენ მაყურებელს გავაცანით ჩვენი ხედვა, შევეხეთ, მე ვფიქრობ, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს ქართულ საზოგადოებას საკმაოდ აწუხებს და ვფიქრობ, რომ მომავალში ეს სწორედ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს იდეა და ზოგადად ჩვენი პარტიის ხედვები სულ უფრო მეტად პოპულარული გახდება ქართულ მოსახლეობაში, რადგან სწორედ ეს საქართველოს ვერადროს ვერ იქნება ერთიან თუ კი ის არისო ნეიტრალური და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ საქართველოს ერთიანობის ირგვლივ ქართული საზოგადოება შეძლებს კონსოლიდირებას. მიხარია, რომ ახალგაზრდა სახეები მოდიან პოლიტიკაში, მიხარია, რომ იცვლება იდეებთა სამყარო, ძველი იდეები აღარ მუშაობს, წარმატებას უსურვებ მათ და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩვენ პოლიტიკაში. გთხოვთ გააზიაროთ ვიდეო, მადლობა ყურადღებისთვის.